მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი. ამ ვიდეოში გავივლით Arduino Python-ის კურსის მე-4 იუნიტის მე-3 ქვეთავს, რომელშიც საკმაოდ ბევრი სავარჯიშო შედის. შემოვედით Arduino Python-ის კურსზე მე-4 იუნიტის მე-3 ქვეთავი, ეს არის, როგორც ხედავთ, ბევრი სავარჯიშო არის, მაგრამ სანამ ამას დავიწყებდე, მანამდე გეტყვით, რომ მაქვს YouTube არხი ლევანი მასწი, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ დასაკრავსიებში და იქ იპოვოთ თქვენთვის სასურველი კურსი. ეს კარელი იქნება Python-ი, Arduino, JavaScript-ი თუ ასე შემდეგ. დავუბრუნდეთ ისევ აქ, ახლა ვეცდები რომ ჩქარა გადავუყვე ამ სავარჯიშოებს, რომ ძალიან არ გაგვეწელოს ეს ვიდეო. მოკლედ შედარების ოპერატორები გვაქვს ამ ქვეთავში x უდრის 10, y უდრის 10, ესე იგი აქვსლადები გვაქვს შექმნილი. შემდეგ დავბეჭდეთ აი ეს ტექსტი, რაც ბჭყალებშია ჩასმული და გვერდით პლუსი ნიშნავს, რომ მიეწეროს აი ამ ტექსტს x-ის მნიშვნელობა. x-ი როგორც ხედავთ არის ინტეჯერი და str, ანუ string-ი ჭირდება წინ, რომ ჯერ ეს ინტეჯერი გადავიდეს string-ში. იგივე აქვევითაც აი ეს ტექსტი დაიწერა და შემდეგ გვერდით მიეწერება y-ში არსებული მნიშვნელობა, y-სლადში, ანუ ამის მნიშვნელობა, ანუ ხუთიანი მიეწერება გვერდით. ამას მონიშნავ, დავაკომენტარებ, გავუშვათ და აი აქ დაიბეჭდა x-ის 10 და y-ი არის 5, ხო? ახლა მოვშალოთ ამის კომენტარი და ვნახოთ. ესე იგი print ნიშნავს, რომ აი ეს ტექსტი დაიბეჭდება, ესე იგი x-ი ტოლი არის y-ის, ანუ ეს ტექსტი დაიბეჭდება აქ, ხოლო შემდეგ ორი ტოლობა არის შედარების ოპერატორი, ესე იგი x-ში არსებული მნიშვნელობა შედარება y-ში არსებულ მნიშვნელობას, ანუ შედარება ხდება, ხო? ანუ 10 ტოლი არის 5-ის, თუ 10 ტოლი იქნებოდა 5-ის, მაშინ აქ გამოიტანდა true-ს, თუ 10 არ არის ტოლი 5-ის, მაშინ აქ გამოიტანდა false და როგორც ხედავთ false-ი გამოიტანდა. იმიტომ რომ 10 5-ის ტოლი არ არის. აი აქ მაგალითად 10 რომ დავწეროთ, მაშინ გამოიტანდა true-ს. აი true. კაი, დავაბრუნოთ ისევ 5-ზე, მოვშალოთ ახლა ამის კომენტარი და ახლა ვაგრძელებთ. ესე იგი ეს ტექსტი დაიბეჭდა უკვე ვიცით, ბჭყალებში რაცა ჩასმული და აქ ახალი არის სახელის ნიშანი და ტოლობა, ეს ნიშნავს არ უდრის. ესე იგი x-ი არ უდრის y-ს. ესე იგი თუ x-ი არ უდრის y-ს, მაგ შემთხვევაში აქ გამოვა true, თუ x-ი უდრის y, მაშინ ამ შემთხვევაში აქ გამოვა false. კაი, გავუშვათ. როგორც ხედავთ, x-ი 10-ის ტოლია, y-ი 5-ის ტოლია და x-ი არ უდრის y-ს, კი ბატონო 10 არ უდრის 5-ს და აქ გამოვიდა true. თუ ესენი ტოლი იქნებოდა, მაშინ აქ გამოვიდოდა false. გადავედით შემდეგზე, ამასაც მოვშალეთ, ესე იგი x-ი ნაკლებია y-ზე, ანუ ეს ტექსტი გამოვა აქ და შემდეგ ეს არის ნაკლებობის ნიშანი, ანუ x-ი ნაკლებია y-ზე. თუ x-ში არსებული მნიშვნელობა ნაკლები იქნება y-ზე, მაშინ დაიბეჭდება true, თუ x-ში არსებული მნიშვნელობა არ იქნება ნაკლები y-ზე, მაშინ დაიბეჭდება false, ანუ ერთი და იგივეც რომ იყოს, მაგ შემთხვევაშიც false დაიბეჭდება, აი, იმიტომ რომ ნაკლები არ არის, ანუ 10-10-ზე ნაკლები არ არის, 10 ნაკლებია ტოლია რომ დავწეროთ, მაგ შემთხვევაში true გამოვიდოდა. კაი, დავუბრუნდეთ ისევ როგორც იყო, აქ 10 იქ 5. შემდეგ ეს კომენტარი მოვშალეთ, დაიბეჭდა ეს ტექსტი, რაც ბჭყალებშია ჩასმული და x-ი მეტია y-ზე. კი ბატონო, x-ში არსებული მნიშვნელობა 10-ია, y-ში არსებული მნიშვნელობა 5-ია და 10 მეტია 5-ზე და true დაგვიბეჭდა. ახლა აქ გადმოვედით, ეს მნიშვნელობა არის ნაკლებია ტოლია, ესე იგი x-ი ნაკლებია ტოლია y-ზე. x-ი 10 ნაკლები არ არის, არც ტოლი არ არის, არც ნაკლებია და არც ტოლი არ არის y-ზე, ანუ 5-ზე. და მაგ შემთხვევაში აქ დაიბეჭდება false და მეორე შემთხვევაში x-ი მეტია ან ტოლი y-ზე, ანუ 10 მეტია ან ტოლი 5-ზე, კი ბატონო 10 მეტია 5-ზე და დაიბეჭდება true. აქ თუ იქნებოდა 10, მაგ შემთხვევაში დაიბეჭდებოდა ისევ true, იმიტომ რომ 10 მეტია ან ტოლი, ესე იგი ტოლი არის და ამ შემთხვევაში ეს პირობაც ჭეშმარიტი არის. გადავიდით შემდეგზე, ვნახოთ ახლა შემდეგში რას გვიხსნიან. კარგი, ეს არის კომენტარი, შემდეგ ესეც არის კომენტარი, ანუ ლურჯი ასოებით ეს მრავალსტრიქონიანი კომენტარი, თავში 3 ბჭყალი, ქვევით 3 ბჭყალი.
შემდეგ ძიეზი რომ არის ესეც ერთსტრიქონიანი კომენტარი, შემდეგ აქ გვაქვს ცვლადი შექმნილი, რომელიც უდრის 1.9-ს, შემდეგ დავბეჭდეთ აი ეს ტექსტი, გვერდით მიეწერა ცვლადში არსებული მნიშვნელობა, ოღონდ S-ი არ უწერია წინ, იმიტომ რომ გადააქციოს string-ად. და კიდევ ამას გვერდით მიეწერა აი ეს ტექსტი, ანუ დაიბეჭდება ეს ტექსტი, მე 1.9 დაიბეჭდება აქ და მე კიდევ დაიბეჭდება ეს ტექსტი. მოდი შეგვიძლია გავუშვათ და ვნახოთ, აი. დაიბეჭდა. შემდეგ გვაქვს აქ ახალი ცვლადი შექმნილი, რომელიც 2.0-ს უდრის და დაგვიბეჭდა ისევ ეს ტექსტი. მე გვერდით მიეწერა, ანუ ეს პლუსი ნიშნავს, რომ გვერდით მიეწეროს ამ ტექსტს, ამ ცვლადში არსებული მნიშვნელობა, ანუ 2.0, ოღონდ ეს არის მთელი რიცხვი და ამიტომ S-ი არის უნდა დავუწეროთ წინ, რომ ინტეჯერ string-ად გადავიყვანოთ. და ისევ 2.0-ს გვერდით მიეწერება აი ეს ტექსტი, როგორც ხედავთ აი აქ. და ახლა შემოვიდა if-ი, ესე იგი თუ აი ამ ცვლადში არსებული მნიშვნელობა მეტია ამ ცვლადში არსებული მნიშვნელობაზე, ანუ ელენა ჯამპი ხომ არის 2.0, ესე იგი 2.0 თუ მეტია 1.9-ზე, მაშინ დაბეჭდე S. თუ არა და ანუ თუ ეს პირობა არ არის ჭეშმარიტი, მაშინ დაბეჭდე S და S აქვს დაბეჭდილი ელენა კლეარდზე ბარ. აი აქ. მაგრამ თუ ამას შევცვლიდი, მაგალითად აქ რომ იყოს 2.9, მაშინ დაბეჭდა უკვე ამ ტექსტს. აბა გავუშვათ? აი, დაბეჭდა ეს ტექსტი. დავუბრუნოთ ეს საწყის მდგომარეობას, next-ს დავაჭიროთ, გადავედით შემდეგზე, ავხსნათ ახლა რა გვაქვს. ესე იგი, ეს მრავალსტრიქონიანი კომენტარი, hate არის 5.5, ანუ ცვლადი სახელი არის hate, რომელიც გატოლებული არის 5.5-ს. შემდეგ მეორე ცვლადი გვაქვს შექმნილი hate requirements, რომელიც უდრის 5.0-ს. ეს მოვწიეთ ცოტა აქეთ. ახლა ეს ერთსტრიქონიანი კომენტარი არის, რომელსაც ჩვენ ხედავთ და პროგრამა უგულებელყოფს. შემდეგ რა გვაქვს ახლა აქ? ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი, რომელიც მიიღებს მნიშვნელობას, ანუ ეს ტოლობა ხომ მნიშვნელობის მინიჭება, ესე იგი მიენიჭება მნიშვნელობა ამის მიხედვით. ახლა აქ რა ხდება? ესე იგი თუ hate-ი მეტია ან ტოლია აი ამ ცვლადზე, hate requirement-ზე, მაგ შემთხვევაში აი ეს ცვლადი ამ ხელასახელი რომ აქვს, გახდება true. თუ არ იქნება მეტი hate-ი ამაზე, ან არც ტოლი არ იქნება, მაშინ ეს გახდება false. ამ შემთხვევაში hate-ი თუ არის 5.5, 5.0-ზე მეტი არის, კი ბატონო, ეს პირობა ჭეშმარიტი არის და აი ეს ცვლადი გახდა true. შემდეგ აქ ვეუბნებით თუ ეს არის true, ამ შემთხვევაში აქ შეგვიძლია დავწეროთ ასე ტოლია truth და იგივე გამოდის მაინც, ხო? დიდი ასოთი. run. და აი იგივეა მაინც. უბრალოდ ეს შემოკლებით იწერება, ამას ნიშნავს. თუ ეს არის true, მაშინ დაბეჭდე ეს ტექსტი. და როგორც ხედავთ, დაბეჭდა ეს ტექსტი. თუ არა და else ნიშნავს, თუ არა და ესე იგი თუ ეს ტექსტი არ არის ჭეშმარიტი, ანუ ეს ტექსტი არ არის true, მაგ შემთხვევაში ეს გამოდის, რომ არის false და false-ის შემთხვევაში დაბეჭდე ეს ტექსტი და ეს ტექსტი თუ გვინდა რომ დავბეჭდოთ, მაშინ hate-ი ნაკლები უნდა იყოს ამაზე. იმიტომ რომ თუ hate-ი მეტი ან ტოლი ამაზე, მაგ შემთხვევაში ეს იქნება true და ეს თუ გვინდა რომ false-ი გახდეს, მაშინ ეს პირობა უნდა იყოს არა ჭეშმარიტი. ანუ hate-ი ნაკლები უნდა იყოს hate requirement-ზე. ამიტომ მოდი ახლა მაგალითად აქ დავწეროთ equals-ი, გავუშვათ run და აი ამ შემთხვევაში დაიბეჭდა ეს ტექსტი. გადავედით next-ს დავაჭიროთ და ვნახოთ ახლა შემდეგი დავალება. ესე იგი old enough to vote. გვაქვს აქ, ესე იგი ჩვენ მომხმარებელს უნდა ვკითხოთ ასაკი და შემდეგ თუ მისი ასაკი მეტი იქნება ან ტოლი 18-ზე, უნდა დავუბეჭდოთ რომ შენი ასაკი შესაბამისი არის ხმის მისაცემად და თუ არ არის 18-ზე მეტი ან ტოლი, ანუ 17 და ქვევით არის, მაგ შემთხვევაში უნდა დავუბეჭდოთ აი ეს ტექსტი. კარგი, x-ს დავაჭიროთ, ესე იგი აქ წერთ ცვლადს, პირველ რიგში ცვლადს დავარქვათ age უდრის და ვეკითხებით int input-ით, ხო? input გავხსენეთ ჭრილი, გავხსენეთ ჭალი და how old are you? ვკითხოთ.
U კითხვის ნიშანი შეგვიძლია აქ space-ის დავუწეროთ, როდესაც ტექსტს მიაწერს, ანუ რიცხვს მიაწერს გვერდით არ იყოს მიწერილი, ანუ მიწებებული არ იყოს კითხვის ნიშანზე. შემდეგ უნდა დავუბეჭდოთ if-ი, ესე იგი თუ age მეტია ან ტოლით 18-ზე გავხსენით ორ წერტილი, ჩამოვედით ქვევით და print გავხსენით ფრჩხილი, გავხსენით ბრჭყალი და აქ უნდა დაუბეჭდოთ, show exercise დავჭიროთ. აი ეს ტექსტი მოვნიშნეთ, დავაკოპირეთ და ჩავსვით აი აქ ბრჭყალებში. ესე იგი თუ მეტი ან ტოლით 18-ზე მაგ შემთხვევაში ამ ტექსტს დაბეჭდავს, ანუ შეგიძლია ხმის მიცემა. თუ არა და ანუ ეს პირობა თუ არ სრულდება, else ანუ რა პირობა თუ 18-ზე მეტი არ არის, ან არც 18-ის ტოლი არ არის. მაგ შემთხვევაში უნდა დავუბეჭდოთ print გავხსენეთ ბრჭყალი და you are not old enough უნდა იყოს, ხო? აი ეს ტექსტი უნდა დავუბეჭდოთ, მოვნიშნეთ command C და ჩავაპეისტოთ აი აქ. სახელის ნიშანი არ ქონდა ბოლოში, წერტილი ქონდა. აი აქ წერტილით დავუწერთ. Runs დავაჭიროთ, თუ მივუთითებ ახლა მე 12-ს, მაშინ დაგვიბეჭდავს, შენ არ შეგიძლია ხმის მისმა, თუ მივუთითებ 21 პირობითად, მაშინ ჩვენ დაგვიბეჭდავს, რომ შენ შეგიძლია ხმის მიცემა. Submit continuous დავაჭიროთ, ნახოთ შემდეგი დავალება რა არის, რა თქმა უნდა ჩაგვითვალა. კარგი, მოკლედ აქ, ესე იგი უნდა შევქმნათ ასეთი პროგრამა, უნდა დავწეროთ კოდი, რომ მომხმარებელს უნდა ვკითხოთ რიცხვი, მთელი რიცხვი უნდა ვკითხოთ და თუ ეს რიცხვი იქნება 0-ის ტოლი, უნდა დავუბეჭდოთ, რომ ეს რიცხვი არის 0. თუ ეს რიცხვი არის მეტი, უნდა დავუბეჭდოთ, რომ ეს რიცხვი არის პოზიტივი, ანუ დადებითი. და თუ ეს რიცხვი არის 0-ზე ნაკლები, უნდა დავუბეჭდოთ, რომ ეს რიცხვი არის ნეგატივი, ანუ უარყოფითი. პირველ რიგში ვქმნით სვლაც number, მაგალითად, უდრის ისევ input-ით ვეკითხებით მთელ რიცხვს, გავხსენეთ ბრჭყალი და enter number. შემოკლებით num. გადავედით ბოლოში, ჩამოვედით ქვევით. ესე იგი if ახლა რა ვწერთ? თუ ეს რიცხვი მეტია 0-ზე, თუ ეს რიცხვი ნაკლებია 0-ზე, ან არის 0-ის ტოლი. ესე იგი if და else გვინდა, ხო? მოდი პირველ რიგში დავწეროთ 0. if-ი დავწერე. if number-ი ტოლია, ორი ტოლობა არის შედარების ოპერატორი, ხომ გახსოვთ 0-ის, მაშინ print გავხსენეთ ბრჭყალი, გავხსენეთ ბრჭყალი და აქ დავწერეთ that number is 0. Number is 0. ზახელის ნიშანი. ნახოთ, ხო ასე უნდა დაგვეწერა. Negative 0. That number is 0. ზახელის ნიშანი. კი ბატონო, ჩამოვედით ქვევით, shift tab-ით უკან დავწიეთ და if გამოვიყენეთ, ანუ else if. რაც ნიშნავს რომ თუ ეს პირობა არ სრულდება, მაშინ აქ ახალი პირობა უნდა დავწეროთ, ანუ ახალი condition უნდა დავწეროთ. ესე იგი, თუ number-ი ტოლი არ არის 0-ზე, მაგ შემთხვევაში ახლა რა უნდა შევამოწმოთ? number მეტია 0-ზე, გავხსენით ორ წერტილი, ჩამოვედით ქვევით, print, გავხსენით ბრჭყალი, გავხსენით ბრჭყალი და აქ დავწეროთ, რომ ეს რიცხვი არის დადებითი, აი ეს positive. ჩავაპეისტეთ აქ და შემდეგ shift tab-ით დავხიებთ უკან და ახლა აქ რა უნდა დავწეროთ? ესე იგი, სამი ვარიანტი გვაქვს, ხო? ან მეტია 0-ზე, ან ნაკლებია 0-ზე, ან 0-ის ტოლია. 0-ის ტოლი დავწერეთ, მეტია 0-ზე დავწერეთ და ახლა გვჭირდება ნაკლებია 0-ზე. შეგვიძლია დავწეროთ ისევ else if, ანუ if და ისევ პირობა დავწერეთ number ნაკლებია 0-ზე, მაგრამ პირდაპირ შეგვიძლია დავწეროთ else ორ წერტილი, იმიტომ რომ სხვა ვარიანტი აღარა აქვს და აქ დავწეროთ print ბრჭყალი გავხსენით და ეს დავწერეთ that number is negative. ჩავსვით აი აქ. გავუშვით. მაგალითად 12 მიუთითეთ დადებითია, თავიდან გავუშვით. -12 თუ 21 მიუთითეთ უარყოფითია, თავიდან გავუშვით და 0 მიუთითეთ და ეს რიცხვი არის 0.
check ჩაგვითვალა, ასეთი დავალება მახსოვს JavaScript-ში და სხვა გაკეთებულ, უბრალოდ while-იც იყო იქ შემოსული, რომ მანამდე უნდა გვეკითხა რიცხვები, სანამ 0-იანს არ შევიყვანდით. კარგი, გადავედით შემდეგზე, აქაც დაწერილი უნდა იყოს კოდი და უნდა გავარჩიოთ x-კი. კარგი, დავიწყეთ კომენტარი, ცვლადი გვაქვს შექმნილი, რომელიც 33-ს უდრის, ესეც კომენტარი გვაქვს და დავიწყეთ. ესე იგი, თუ age ნაკლებია 18-ზე, მაშინ დაბეჭდავს ამას. ანუ 0 და 17. ანუ 0-სა და 17 შორის არის. თუ არა და თუ ესე იგი, თუ ეს პირობა არ სრულდება, მერე გადადის უკვე ამ პირობაზე, ამ პირობის შემოწმებაზე, ამ condition-ზე. პირველი ამოწმებს ამას, შემდეგ თუ ეს არ არის ჭეშმარიტი, მერე გადადის ამაზე და ამას ამოწმებს. თუ არც ეს არ არის ჭეშმარიტი, მაშინ გადადის ამაზე და ამას ამოწმებს და რომელიმე თუ ჭეშმარიტი იქნება, შეასრულებს ამ print-ს და დანარჩენი ქვევით რაც იქნება, იმას აღარ შეასრულებს, აი დაიკიდებს რომ ამბობთ. კარგი, დავიწყეთ, ესე იგი age არის 33, თუ age ნაკლებია 18-ზე და ვიცით რომ 18-ზე ნაკლები არ არის, შემდეგ გადაახტა ამას და ამოწმებს მეორე პირობას age ნაკლებია 26-ზე. არ არის age 26-ზე ნაკლები, გადაახტა ამას და ამოწმებს ამ პირობას age ნაკლები 36-ზე. კი ბატონო, აი აქ უკვე შესრულდა ეს დავალება, ანუ ეს condition-ი ჭეშმარიტი გახდა, ანუ age ნაკლებია 26-ზე true გახდა და დაიბეჭდება ეს ტექსტი, ანუ 26-35 runs დავაჭიროთ და 26-35. თუ ამას შევცვლი მე მაგალითად 333 რომ იყოს, გავუშვით, ესე იგი 66-ზე მეტი არის, ანუ 100 არის 66-მდე და 66-ის ზევით რა რიცხვიც არ უნდა ჩავწეროთ, დაგვიბეჭდებს რომ 66 ზევით არის. მაგალითად თუ დავწერ 39 მაგ შემთხვევაში დაიბეჭდავს 26-სა და 45 შორის არის და ასე შემდეგ. კარგი, გადავედით შემდეგ დავალებაზე. შემდეგ დავალებაში ახლა რა გვაქვს? მოკლედ ახლა აქ უნდა დავწეროთ ასეთი კოდი, ესე იგი თითქოს რესტორანში გვაქვს ჯავშანი, ჯავშნის კოდი არის ეს შონდა. მომხმარებელს უნდა ვკითხოთ სახელი და თუ ჩვენი შეყვანილი სახელი, ანუ თუ ჩვენი შევიყვანთ შონდას, მაშინ დაგვიბეჭდავს აი ამ ტექსტს, ანუ უნდა დაგვიბეჭდოს და თუ შევიყვანთ რაიმე სხვა სახელს, მაშინ უნდა დაგვიბეჭდოს აი ეს ტექსტი, ესე იგი ვქმნით ცვლაც, აი აქ როგორც არის show exercise, აი ეს დავაკოპიროთ, ჩავსვათ აქ, უდრის და ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ, რა თქმა უნდა, აი ის შონდა და დიდი 100 იყო შონდა. კი ბატონო, შონდა არის დიდი 100. ესე იგი, აქაც ზუსტად ისე უნდა ჩავწეროთ. შემდეგ ახალი ცვლადი უნდა შევქმნათ. მაგალითად სახელი დავარქვათ name. უდრის და მომხმარებელს უნდა ვკითხოთ ჩვენ სახელი. input-ი გვინდა მხოლოდ indi არ გვინდა, იმიტომ რომ string-ი უნდა შეიყვანოს მომხმარებელმა და name ვკითხოთ. name 2 და ასე მეტი არაფერი არ გვინდა. ახლა ჩვენ უნდა დავუბეჭდოთ ასეთი რამ. თუ ჯავშნის კოდი, ანუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი სახელი იქნება შონდა, მაშინ უნდა დაგვიბეჭდოს right this way. და თუ არ იქნება, მაგ შემთხვევაში ის დიდი ტექსტი რაც იყო ზეპირად აღარ მახსოვს ახლა. ესე იგი if name-ი ტოლია აი შონდასი არა, აი ამის. ეს დავაკოპირეთ. ჩავსვით აქ, ანუ შონდასი, იდეაში შონდასი, მაგრამ შონდა აქ არ უნდა დავწეროთ. ნუ შეგვეძლო აქ ბრჭყალებში ჩაგვეწერა შონდა. მაგრამ აქ გვეუბნება რომ მეორე ცვლადიც უნდა შექმნა ეს გლობალური ცვლადი. თორემ აი ასედაც შეგვეძლო მაგალითად ასე ეს წავშალოთ. აი ასეთ შეგვეძლო. შონდა, აი ასეც შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ ამას არ გთხოვს. ჩვენ გთხოვს ამას. კარგი. ორ წერტილი დაუწერეთ და print გავხსენით ბრჭყალი, ესე იგი ჩვენ შეყვანილი სახელი თუ იქნება შონდა, მაგ შემთხვევაში უნდა დაუბეჭდოთ აი ეს ტექსტი right this way. ჩავსვით აქ. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ანუ else ორ წერტილი ჩამოვედით print გავხსენით ბრჭყალი და აი ეს წინადადება უნდა დავუბეჭდოთ. Sorry, we don't have a reservation under that name. დავაწყაპუნე, ჩავსვი აქ. კაი, გავუშვათ. ახლა მაგალითად შევიყვანე ლევანი.
დაგვიბეჭდა რომ წუხვა რო არ არისო ეს რეზერვაციის სახელი. შემდეგ დაუბეჭდე მაგალითად შონ და ოღონდ ნახეთ შონ და დაუბეჭდე პატარა ასოებით გავუშვით. მაინც წუხს უნდა შევიყვანოთ დიდი ასოთი შონ და გავუშვით ამ შემთხვევაში right way. მაგრამ ჩვენ ასევე აქ შეგვეძლო შონ და ყოფილიყო დიდი ასოთიც და პატარა ასოთიც. აქ პირობაში ეგრე ჩაგვეწერა, მაგრამ ახლა არ გთხოვს ამას და ეგეთი დავალებები შემდეგში მოდის. გადავედით შემდეგზე, 3 continuous დავაჭიროთ და ამ დავალებაში უკვე ცოტა სერიოზული სამუშაო გვაქვს. ცოტათი სერიოზული. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? პირობა გვაქვს ასეთი. პროგრამა უნდა დავწეროთ და დავუშვათ რომ მომხმარებელს ბანკში აქვს $1000. შემდეგ უნდა ვკითხოთ თანხის შეტანა გსურს თუ გამოტანა გსურს. თუ მომხმარებელს თანხის შეტანა უნდა, მერე უნდა ვკითხოთ რამდენი შეტანა უნდა და შემდეგ უნდა დაუბეჭდოთ რომ რამდენი თანხა გაქვს ანგარიშზე. მაგრამ თუ მომხმარებელმა შეიყვანა რომ თანხის გამოტანა უნდა, მაშინ საწყის პოზიციას თუ $1000 აქ იმას უნდა გამოვაკლოთ იმდენი, რამდენის გამოტანაც სურს და მერე უნდა დაუბეჭდოთ რომ შენ დაგჭა ამდენი თანხა. კარგი, გავუშვით ეს კომენტარი შეგიძლიათ დატოვოთ, შეგიძლიათ წაშალოთ, ჩამოვედით ქვევით. პირველ რიგში ვქმნით ცვლადს, დეპოზიტის ცვლადს, რომელსაც გავუტოლებთ 1000. მაგალითად შევქმნით or ქვედატირე deposit. უდრის 1000. ჩამოვედით ქვევით. ახლა მომხმარებელს უნდა ვკითხოთ დეპოზიტი უნდა, ანუ თანხის შეტანა უნდა თუ გამოტანა. ამისათვის ცვლადი უნდა შევქმნათ. მაგალითად, გადავედით აქ და შევქმნათ ეს ცვლადი. ოღონდ დავუკვირდით. ამას ვაკოპირებ, შეგიძლიათ თქვენ რამე სხვა დაარქვათ. ოღონდ აქ აუცილებლად space-ი არ შეიძლება რომ იყოს, აი ქვედატირე გავაკეთოთ. უდრის და აქ უნდა ვკითხოთ ახლა გატანა უნდა თანხის შეტანა, ხო? input გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი და ზუსტად ეს ტექსტი რაც დავაკოპირე, ჩავსვი აქ და 2 წერტილით დავუწერე. გადავედი ქვევით. შემდეგ უკვე უნდა ვკითხოთ რამდენი თანხის ან გატანა უნდა ან შეტანა, ხო? ამ შემთხვევაში შევქმნათ ახალი ცვლადი amount უდრის და აქ უკვე გვჭირდება int input-ი. იმიტომ რომ რიცხვი უნდა მიუთითოს, ხო, მომხმარებელმა რამდენი შეტანა გინდა. მაგალითად enter ან გატანა. enter amounts. t. 2 წერტილი გადავედით ქვევით, გადავედით აქ, ჩამოვედით ქვევით. ახლა უკვე რას ვიწყებთ? ესე იგი, უნდა განვიხილოთ ჯერ რა ვარიანტები გვაქვს. ესე იგი, ერთი ვარიანტი, ანუ ერთი if გვაქვს, თანხის შეტანა უნდა თუ არა, ესე იგი, უნდა შევადაროთ აი ეს deposit-ი იქნება თუ withdrawal-ი, შემდეგ თუ შეტანა უნდა, რამდენი შეტანა გინდა, ის უნდა ვკითხოთ, თუ გამოტანა უნდა, მაშინ რამდენის გამოტანა უნდა, ეს უნდა ვკითხოთ და მესამე ვარიანტი გვაქვს, არც რომ არ მიუთითოს და არც ეს რაიმე სხვა ტექსტი რომ შეიყვანოს, მაგ შემთხვევაში უნდა ვუთხრათ აი ეს ტექსტი უნდა დავუბეჭდოთ. კარგი, ესე იგი ვიწყებთ ახლა if-ით, შემდეგ ეს ცვლადი დავაკოპირეთ და აქ დავწერეთ უდრის ბრჭყალები გავხსენით და დავწერეთ deposit. გადავედით გვერდით 2 წერტილი და ჩამოვედით ქვევით. ესე იგი, თუ უნდა შეტანა, მაგ შემთხვევაში აქ ხომ მიუთითდა უკვე რამდენი შეტანა უნდა და ჩვენ გვაქვს your deposit-ზე 1000. ესე იგი, ჩვენ your deposit-ს უნდა დავუმატოთ, ანუ პლუს უდრის აი ეს, რაც შეიყვანა მომხმარებელმა თუ რამდენის შეტანაც სურს. ჩამოვედით ქვევით და შემდეგ უნდა დავუბეჭდოთ print გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი, show exercise დავაჭირეთ და აი ეს უნდა დავუბეჭდოთ ახლა. final balance, ანუ ფინალური ბალანსი, გადავედით გვერდით, პლუსი დავუწერეთ და რამდენი იქნება, როდესაც მომხმარებელი შეიყვანს, რომ მაგალითად აქ შეიყვანა, რომ მე მინდა 500 შეტანა, ხო? მაგ შემთხვევაში 1000 დაემატება 500 და იმ 1500 შეინახავს ისევ your deposit-ი, ხო? ესე იგი, აქ უნდა დავუწეროთ ჩვენ your deposit, მაგრამ ეს-ი არის, არ უნდა დაგვავიწყდეს გვერდით, რომ string-ად გადააქციოს. აი ასე. ეს შეტანის შემთხვევაში.
ახლა გატანის შემთხვევაში, მაგალითად if გვინდა ისევ და დავაკოპირეთ ისევ ეს, ანუ აქ ხო მივთითა ან შეტანა, ან გატანა, ხო? ესე იგი, თუ ეს ცვლადი ტოლია withdrawal-ის, ანუ ამისი, ოღონდ ეს უნდა ჩავსვათ ბრჭყალებში, ჩამოვედით ქვევით, ბრჭყალებში დავსვით, 2 წერტილი დავწერთ, ჩამოვედით ქვევით. აქ კიდევ ერთი if გვინდა და რა if გვინდა, მაგასაც დავწერ უბრალოდ ჯერ რას ვაკეთებთ, ესე იგი, თუ გატანა უნდა, მაგ შემთხვევაში ამას უნდა გამოვაკლოთ ეს, ხო? ანუ საწყისი თანხა რაც არის, იმას უნდა გამოვაკლოთ იმდენი, რისი გატანა სურს, ანუ your deposits, აი აქ. Your deposits minus udris amount. წერტილ მძიმე. მოდი ისევ გავაგზავნოთ ჯერ print ბრჭყალი გავხსენით და აი ისევ ეს ტექსტი შეგვიძლია ჩავაკოპიროთ მან. დავაკოპირეთ. აი ასე. ჩამოვედით ქვევით. ესე იგი თუ გატანა უნდა, კი ბატონო მივთითა სიტყვაზე 700, 1000 გამოაკლდება 700 და აი აქ დარჩება 300 და დაგებეჭდავს რომ დარჩა 300, ხო? ბალანსზე არის 300. მაგრამ რომ მივთითოს 1000-ზე მეტი, ანუ 1000 სიტყვაზე 1200 პირობითად ვთქვათ. ეს ხომ გადავა მინუსებში. ესე იგი იქნება -200 და აქ დაუბეჭდავს რომ ფინალური ბალანსი არის -200. ამიტომ მინუსებში რომ არ გადავიდეს, აქ გვჭირდება კიდევ ერთი if და რა if პირობაბა გავიაზროთ თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი ნაკლები იქნება ან ტოლი დეპოზიტზე არსებული თანხის, მაშინ გააკეთე ეს. ანუ amount-ი ნაკლებია ტოლია your deposits-ზე. აი ეს. დავწერეთ 2 წერტილი, ეს აუცილებლად ტაბით უნდა შევწიოთ მარჯვნივ, ესე იგი თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი ნაკლები იქნება ან ტოლი ან გარშე არსებული თანხაზე, მაშინ გააკეთე ეს, ანუ გამოკლება, თუ არა და ანუ else დავწერე და ეს else ეკუთვნის ამ if-ს. print დაუბეჭდეთ, ბრჭყალი დავსვით და აქ უნდა უთხრათ show exercise დავაჭიროთ და you cannot have a negative balance. დავაკოპირე და ჩავსვი აი აქ. ამის შემდეგ ჩამოვედით ქვევით, დავძიე უკან და კიდე დავძიე უკან. ესე იგი, ახლა რა გავაკეთეთ? აქ შევადარეთ ერთმანეთს. თუ მომხმარებელმა შეიყვანა რომ შეტანა უნდა თანხის, მაშინ გააკეთებს ამას. თუ მომხმარებელმა შეიყვანა რომ გატანა უნდა თანხის, მაშინ გააკეთებს ამას, მაგრამ იმ შემთხვევაში გააკეთებს ამას, თუ ჩვენი მითითებული თანხა ნაკლები იქნება ან ტოლი ჩვენს ანგარიშზე არსებული თანხის, ანუ მაშინ გაიტანს და თუ არ იქნება ნაკლები ან ტოლი, ანუ მეტ თანხას თუ შევიყვანთ, რომ მეტი თანხის გატანა მინდა, მაშინ გააკეთებს უკვე ამას, ანუ ამას დაბეჭდავს. მაგრამ ამ if-სა და ამ if-ის შემდეგ ხომ არსებობს კიდე ერთი else. და ეს else რას უნდა აკეთებდეს? ყველასხმა შემთხვევაში რა პირობა უნდა გქონდეს? თუ ეს შევიყვანე კი ბატონო, თუ ეს შევიყვანე კი ბატონო, მაგრამ ხო შეიძლება მე არც ეს შევიყვანო და არც ეს შევიყვანო და რაიმე სხვა ტექსტი შევიყვანო. აი, მაგ შემთხვევაში უნდა დაუბეჭდოთ print არასწორი ტრანზაქცია. show exercise და აქ უნდა იყოს აი ეს. დავაკოპირეთ, x-x დავაჭიროთ და ჩავსვით აქ. run-ს დავაჭიროთ. მაგალითად, მინდა deposit-ი. გავუშვით და ახლა გვეკითხება რამდენი, მაგალითად მინდა 345. Enter-ს დავაჭირე და გვეუბნება რომ 1355-ია ახლა ბალანსი. კაი, მაგალითად მე მინდა გატანა, ანუ withdrawal. Enter-ს დავაჭირე და უკვე მეკითხება
რამდენის გატანა გინდა, ხო? მაგალითად, მინდა 799. Enter-ს დავაჭირე და 211 დარჩა ანგარიშზე. მაგალითად, ისევ მინდა მე გატანა და უკვე მინდა 1221-ის და აქ უკვე მეტყვის, რომ არ არის საკმარისი ბალანსზე და მაგალითად მე არც შეტანა მინდა, არც გატანა და რაღაც ტექსტი ავკრები, აი ეს ტექსტი ავკრები, Enter-ს დავაჭირე და მე მეკითხება თანხას. თანხაშიდაც მაგალითად მივუთითე ასე. მაგრამ Enter-ს რომ დავაჭერ, მე უკვე მეუბნება ბოლოში არასწორი ტრანზაქცია არისო. დავასრულებთ 3 continuous დავაჭირეთ, გადავდივართ მეოთხე იუნიტის მეოთხე ქვეთავს.